ამერიკის 47 პრეზიდენტმა გლობალური ვაჭრობის წესების შეცვალა და მსოფლიოს სავაჭრო ომი გამოუცხადა. დონალდ ტრამპმა ამერიკელების ეგრეთ წოდებული ძარცვის დასასრულის დასაწყისი საკუთარ მოსახლეობას ვარდების ბაღიდან ამცნო და ეს მომენტი ინდუსტრიის აღორძინების დღედ მონიშნა. Liberation Day. დადგა გათავისუფლების დღე, რომელსაც დიდი ხანი ველოდით. 2025 წლის 2 აპრილის სამუდამოდ შევა ისტორიაში, როგორც ამერიკის ინდუსტრიის აღორძინების დღე. დღე, როდესაც ამერიკა გამზრდება. თაღლითებმა ამერიკის ისარგებლეს. ჩვენს გადასახადის გადამხდელებს 50 წლის მანძილზე ძარცვავდნენ, მაგრამ ეს ასე აღარ გაგრძელდება. დონალდ ტრამპმა შტატებში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ 10%-იანი იმპორტირებულ ავტომობილებზე კი 25%-იანი ტარიფები დააწესა. ჩინეთს უკვე არსებული 20%-იანი გადასახადის გარდა კიდევ 34%-იანი ტარიფები დაემატება. 20%-იანი გადასახადები ამოქმედდება ევროკავშირიდან შემოსულ საქონელზე. დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, უკრაინა, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. ეს კი იმ ქვეყანათა არასრული ჩამონათვალია, რომელთა წინააღმდეგაც საბაზისო 10%-იანი ტარიფები 5 აპრილიდან ამოქმედდება. ყველაზე დაბალი ტარიფი იმოქმედებს საქართველოსთვისაც. ყველაზე მაღალი 49%-მდე გადასახადი კი კამბოჯას, ვიეტნამსა და შრი-ლანკას დაეკისრება. ტარიფების დაწესებისათვის ფართო უფლებამოსილების უზრუნველსაყოფად ტრამპმა ეკონომიკაში ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სამუშაო ადგილები და ადგილობრივი წარმოება ამერიკაში დაბრუნდება, როდესაც საქმე ვაჭრობას ეხება. ხანდახან მეგობარი მტერზე უარესია. დისბალანსმა ამერიკის მრეწველობა გაანადგურა, ამიტომ ჩვენ დავაწესებთ 25%-იან ტარიფს უცხოური წარმოების ყველა ავტომობილზე. ჩვენ ვზრუნავთ ქვეყნებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ახლა კი დროა ამერიკამ საკუთარ ხალხზე იზრუნოს. ახალი ორმხრივი ტარიფები კანადასა და მექსიკას აღარ შეეხება, რადგან ორივე ქვეყანას 25%-იანი საბაჟო გადასახადი უკვე დაუწესდა. ტრამპის ახალი ტარიფების სიაში ადგილი არც რუსეთის, ჩრდილოეთ კორეისა და ბელარუსისთვის მოიძებნა. ეს კი ვაშინგტონმა იმით ახსნა, რომ მათ მიმართ არსებული გადასახადები ისედაც მაღალია. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კი მნიშვნელოვან ვაჭრობას თავისთავად გამორიცხავს. სავაჭრო ომში გამარჯვებულები რომ არ არსებობენ, ეს დღეს ბრიუსელში კიდევ ერთხელ ითქვა და მთავარი აქცენტი ამ ომის მოსალოდნელ შედეგებზე გაკეთდა. ევროკავშირი ახლა გამოსავალს სავაჭრო ქსელის გაფართოებაში ხედავს და თავისუფალი სამართლიანი ვაჭრობის ერთგული რჩება. ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფები დიდი დარტყმაა მსოფლიო ეკონომიკისთვის. შედეგები მძიმე იქნება მილიონობით ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი ყველაზე მოწყვლადი მოქალაქეებისთვის. ყველაზე დიდი თუ პატარა ბიზნესი პირველივე დღიდან დაზარალდება. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბიზნესის წარმოების ხარჯები მკვეთრად გაიზრდება. სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ და ნათელია, რომ ეს ტარიფები მომხმარებლებისთვის ფასებს გაზრდის. საბოლოოდ კი ყველაფრის გადახდა ჩვენ მოგვიწევს. ეს დიდი ეკონომიკური შეცდომაა. ტარიფები არის გადასახადები, რომლებსაც ამერიკული კომპანიები და ამერიკელი მომხმარებლები გადაიხდიან. ეს ამერიკელებისათვის კარგი არ იქნება და ასევე ცუდი იქნება ევროპელებისთვის. ამერიკულ სავაჭრო ტარიფებს ეწინააღმდეგებიან გადაწყვეტილებას ეკონომიკურ შეცდომას უწოდებენ და საპასუხო ნაბიჯებისთვის ემზადებიან კანადა, გერმანია, იტალია, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია და ავსტრალიაც. ტარიფები საერთაშორისო სავაჭრო სისტემას შეცვლის და მილიონობით კანადელზე პირდაპირ გავლენას მოახდენს. თუმცა ტარიფებს საპასუხო ზომებით შევეწინააღმდეგებით. მნიშვნელოვანია მიზანმიმართულად ვიმოქმედოთ. დონალდ ტრამპი წნეხს ვერ გაუძლებს. წნეხის დროს ის საკუთარ გამონათქვამებს ყოველთვის ცვლის, ასე რომ მან ჩვენი ძალა უნდა იგრძნოს. ჩვენ, გერმანიამ და ევროპამ, მოკავშირეებთან ერთად ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ და მაშინ ვნახავთ, ვინ უფრო ძლიერია. შეერთებულ შტატებთან შეთანხმების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ, რადგან სავაჭრო ომი აუცილებლად დაასუსტებს დასავლეთს, სხვა გლობალური აქტორების სასარგებლოდ. ტარიფები სრულიად გაუმართლებელია. ის ჩვენი ორი ერის პარტნიორობის საფუძველს ეწინააღმდეგება. ეს არ არის მეგობრის ქმედება. უნგრეთი კი ევროკავშირის წინააღმდეგ ახალი ამერიკული ტარიფების დაწესებაში ბრიუსელს ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ ევროპა საფასურს პოლიტიკოსების არაკომპეტენტურობის გამო იხდის.
ევროპის მოსახლეობა ბრიუსელის პოლიტიკოსების არაკომპეტენტურობის გამო საფასურს კიდევ ერთხელ იხდის. ევროკომისიას მოლაპარაკებები უნდა ეწარმოებინა, ამისათვის 2 თვეზე მეტი ჰქონდა, თუმცა ეს არ გააკეთეს და ეკონომიკური საკითხი იდეოლოგიურში გადაიყვანეს. ტარიფების ომის გამოცხადებიდან მალევე ვაშინგტონიდან გამაფრთხილებელი გზავნილიც გაისმა. ტარიფების სიაში შემავალ ქვეყნებს ამერიკიდან უკვე შეუთვალეს, რომ თუ ტრამპის გადაწყვეტილებას პასუხს გასცემენ, ეს პასუხი ესკალაციას გამოიწვევს.